დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, ბიზნეს პარტნიორი ულოცავს ყველა პატარას და ჩვენს რუბრიკაში ეთერს სწორედ მათ ვუთმობთ. დღეს გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც საკუთარი იდეებითა და ტექნოლოგიური პროექტებით არა მხოლოდ თანატოლებს, არამედ უფროს თაობასაც აოცებენ. ჩვენი სტუმრები არიან 1000 წლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილოსანი გუნდის არმოს წევრები, მათ შექმნეს ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც ინსულტის ან ფიზიკური ტრავმის შედეგად დაზიანებული ზედა კიდურის ფუნქციის ეტაპობრივ აღდგენას ემსახურება. ამ პროექტის წყალობით გუნდი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით სტენფორდის უნივერსიტეტში ტექნოლოგიების ბანაკში გაემგზავრება. ჩვენი სტუმარია ასევე 1000 წლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, რომელთანაც ვისაუბრებთ ფონდის ინოვაციის კონკურსზე, პროექტისა და გამარჯვებული ახალგაზრდების მიღწევებსა და იმაზე, როგორ შეიძლება იქცეს სკოლის მოსწავლის იდეა საერთაშორისო წარმატებად, რა შესაძლებლობებს თავაზობს ახალგაზრდებს ინოვაციები და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მომავალი მეცნიერები და ინჟინრები სწორედ სკოლიდან აღმოვაჩინოთ. მაგდა მაღრაძე, 1000 წლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ანა ბარაშვილი, თეკლა თუთფერიძე და საბა ჯობავა გუნდი არმოს წევრები არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და იმისთვის, რომ დილიდან ხართ ჩვენთან ერთად. მაგდა, დავიწყოთ თქვენით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა დაცვის დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ ახალგაზრდების წარმატებაზე და იმ არაერთ შესაძლებლობაზე, რომელსაც 1000 წლეულის ფონდი მათ ჩუქნის და ქმნის. ამ შესაძლებლობებს 2014 წლიდან არსებობს კონკრეტულად კონკურსი, 1000 წლეულის ინოვაციების კონკურსი, რომელიც არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი საინტერესო იდეის მქონე ახალგაზრდა იზრდება და მათ თქვენ აძლევთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანონ საკუთარი შესაძლებლობები. მოდით ვისაუბროთ ამ კონკურსზე, ვფოკუსირდეთ, რადგან ჩვენი სტუმრები კონკურსის გამარჯვებულები არიან სწორედ მასზე. 2014 წლიდან დღემდე რამდენად არის შეცვლილი, დახვეწილი მომართვიანობა ახალგაზრდების და ასევე მათი იდეები. მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ ბავშვთა დაცვის დღე და ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, როგორ გაუწიოთ მხარდაჭერა ახალგაზრდებს, რომ განვითარდნენ და ბავშვობის ასაკიდანვე დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს, დაინტერესდნენ ინოვაციებით, საინჟინრო, საბუნებისმეტყველო დარგებით, სადაც არის მომავლის პროფესიები დღეს და ჩვენი მომავალი, თითოეული ჩვენგანის მომავალი დაკავშირებულია დღეს ტექნოლოგიებთან, ხელოვნურ ინტელექტთან და ეს ყველაფერი ჩვენ მიგვაჩნია, რომ სკოლიდანვე უნდა ინტერესი გავაღვივოთ ამ დარგებში, როგორც აღნიშნეთ, 1000 წლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი გახლავთ, რომ ისეთ ახალგაზრდებს, ვინც დღეს აქ არის წარმოდგენილი, გაუკვალოთ გრძა და შევეცადოთ, რომ ეს ახალგაზრდები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, STEM დარგებში დარჩნენ, მიიღონ განათლება ამ დარგებში და ამ დარგებში იმუშაონ და შექმნან ისეთი ინოვაციები, როგორცაც დღეს წარმოგვიდგენენ ახალგაზრდები. კონკურსს 4000-ზე მეტი მონაწილე ყავს დღეს და 4000 ნიჭიერი ახალგაზრდა ყავს საქართველოში, რომელიც მრავალი მათგანი სწავლობს დღეს საბუნებისმეტყველო საინჟინრო დარგებში, ზოგი უკვე მუშაობს, არის წარმატებული, ბევრ სტარტაპი აქვს შექმნილი და ეს ეკოსისტემა, რომელიც ამ კონკურსის გარშემო შეიქმნა, შედგება ორგანიზაციებისგან, რომლებიც დღეს ქვეყანაში მხარს უჭერენ ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ჩვენს მომავალს. თქვენ ახსენეთ მეორე ადგილზე გასული გუნდის მხარდამჭერი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, პირველ ადგილზე გასულ გუნდს 1000 წლეულის ფონდი აძლევს ჯილდოს, ეს ჯილდო გახლავთ ნასაში, ტეხასში, კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში, საზაფხულო სკოლაში ახალგაზრდების გაგზავნა, მეორე ადგილზე გასული გუნდი, აქ რომელიც არის წარმოდგენილი წელს ზაფხულში სტენფორდის უნივერსიტეტში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება და ძალიან კარგ საზაფხულო სკოლაში მიიღებს მონაწილეობას, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ახალგაზრდებთან ერთად და მესამე ადგილზე გასულ გუნდს კი CERN-ში ვაგზავნით ყოველ წელს და იქ ასევე არის ძალიან კარგი საზაფხულო პროგრამა, რომელშიც ერთვებიან ახალგაზრდები. ძალიან შთამბეჭდავია ის პრიზები, რასაც იმსახურებენ ახალგაზრდები, მაგრამ ნამდვილად იმსახურებენ, რადგან
მათი idეები არის ინოვაციური და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამყაროში ალბათ ახლა ეს მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდით დავიწყოთ ახლა მოგვიყევით ანა, თეკლა და საბა არიან გამარჯვებული გუნდის წევრები. მოგვიყევით საიდან გაჩნდა იდეა და კონკრეტულად რამ გიბიძგათ ამ მოწყობილობის შექმნისკენ? თავდაპირველმა გუნდის წევრებმა ჩვენ ერთმანეთი ტექნოლოგიურ ბანაკში გავიცანით. ბანაკის პირველივე დღიდან გამოჩნდა, რომ ჩვენ რაღაც საერთო ინტერესები გვაკავშირებდა და გვინდოდა, რომ რაღაც ინოვაციურ პროექტზე გვემუშავა, რომელიც გადაეხმარებოდა ათასობით ადამიანს. როდესაც ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა, უმალვე შევკარით გუნდი, ის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა ბექგრაუნდის და უნარების მქონე პირებისგან, რაც ჩვენ სამუშაოს ძალიან გვიმარტივებდა. რადგან ყველა ვიყავით კომპეტენტური, განსხვავებული მიმართულებით და ეს ჩვენ პროექტს ასე რომ ვთქვათ, სრულყოფილს ქმნიდა. ჩვენ უშუალოდ კონკურსამდე არ დაგვიწყე ამ იდეაზე მუშაობა, კონკურსის რეგისტრაციის პერიოდში დავიწყეთ რისერჩი და მოვიძიეთ ისეთი პრობლემა, რომელიც მეტად მასშტაბური იყო და ამას დავიწყეთ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობა. რის შედეგადაც მოვიფიქრეთ ჩვენი პროდუქტის, ასე რომ ვთქვათ, core concept-ი და ჩვენი გუნდის მეშვეობით ეს დღეს რეალობაა და შევქმნით მისი პროტოტიპი. კი ბატონო, საბა, საინტერესოა თქვენგან მოვისმინოთ, როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში. დიახ. ARMO-ის არის ხელისწარებადი ეგზოსკელეტი, ეგრეთ წოდებული გარე ჩონჩქი, რომელიც პაციენტის ზედაკიდურს ერგება. მას გააჩნია 4 ძირითადი ფუნქცია, რომლებიც ეხმარება პაციენტებს რეაბილიტაციის დაჩქარებასა და უკეთესი შედეგის მიღებაში. პირველი ფუნქცია გახლავთ აქტიური რეჟიმი, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ნებასრულზე. სხვადასხვა ტექნოლოგიური სენსორების გამოყენებით ARMO კითხულობს ადამიანის ელექტროკუნთოვან სენსორებს და შემდგომში გარდაქმნის მათ მოძრაობად. გვაქვს ასევე პასიური რეჟიმიც, რომელიც წინასწარ გაწერილი ვარჯიშების ერთობლიობაა, რომელიც რა თქმა უნდა თავისავად თერაპევტებთან და მკურნალ ექიმებთან არის შეთანხმებული. და შემდგომში დროის განმავლობაში ყოველკვირეულად ხდება მისი გამოყენება რეაბილიტაციის პროცესში. ასევე გვაქვს მონიტორინგის სისტემა, რომელიც შესაძლებლობას ქმნის, რომ პაციენტის მდგომარეობა იქნას შესწავლილი და გაზომილი ნებისმიერი ადგილი და ნებისმიერი დროის განმავლობაში. იქნება ეს პულსი, სისხლის ჟანგბადის სისხლში რაოდენობა, ელექტროკუნთოვანი იმპულსების რაოდენობა თუ ასე შემდეგ. ასევე გვაქვს მეტად ინოვაციური და ჩვენთვის მართლაც საამაყო ფუნქციონალი გეიმიფიკაციის ნაწილი. მოგეხსენებათ, რომ რეაბილიტაცია და მით უმეტეს ეგზოსკელეტის წარება პატარა ბავშვებისათვის არა მარტო მართლაც რთული, დამღლელი მოსაწყენი და ყურადღება გამფრთობი შეიძლება იყოს. ამიტომაც ჩვენ მეტად ინოვაციურად მივიდეთ და შევთავაზეთ ჩვენს ბენეფიციარებს, რომ შეგვექმნა რაღაც ისეთი, რომელიც ერთდროულად იქნებოდა როგორც გასართობი და სახელიც, ასევე პროდუქტიული და მივიღეთ ისეთი სინთეზი, როგორც არის 3D თამაშები, რომლებიც პირდაპირ არის სინქრონიზებული ARMO-ის ეგზოსკელეტთან. ასევე ამ ეტაპზე მუშაობთ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაში, რომელიც კიდევ უფრო დაგვეხმარება ეგზოსკელეტის დახვეწაში, მის უსაფრთხოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონალის მაქსიმუმამდე აყვანაში. ანუ სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნო ფუნქციებსაც ფლობს თქვენი ინოვაციური იდეა, რომელიც უკვე არის ხორცშესხმული, შეიძლება ითქვას და პროტოტიპი არსებობს. თეკლა, საინტერესოა მოგვიყვეთ, თუ რა იყო ის მთავარი გამოწვევები პროექტზე მუშაობის დროს, თქვათ ყველაზე დიდი სირთულე, რასაც წააწყდით, მაგრამ გადალახით. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სირთულე ექნებოდა ამ პროექტს, რადგან 4 მონაწილე ვართ გუნდში, რომლებსაც განსხვავებული იდეები ქონდა და აგრეთვე გამოცდილებაც. აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ყველა განსხვავებულ ადგილას ცხოვრობთ, თბილისშიც და თბილის გარეთაც. საბა ფოთში ცხოვრობს, ანა და დუდას დაკავებულებიან თავისი სკოლით, მე სხვა სკოლაში ვსწავლობ საერთოდ და უბრალოდ რაღაც რუტინის შეხამება და ცალკე სკოლასთან ერთად დაბალანსება ამ პროექტის რთული იყო. მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს პროცესი და იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ინოვაცია, რომ ვეცადეთ ყველანაირად რომ გადაგველახა ეს პრობლემა. აგრეთვე გზადაგზა გვხდებოდა ისეთი პრობლემები, როგორც იყო მაგალითად სხვადასხვა სენსორების გადაწვა, 3D პრინტერის არ მუშაობა და ასე შემდეგ. რასაც ვფიქრობთ, რომ კარგად გავუმკლავდით და ვეცადეთ, რომ პროექტის შემდეგაც გაგვეუმჯობესებინა ARMO და უკვე ეხლა მეორე პროტოტიპი გვაქვს წარდგენილი აქ.
კი ბატონო, ახალგაზრდებთან შემდეგ გადავალ უკვე მომდევნო კითხვით, რომელიც უკავშირდება სტენფორდის უნივერსიტეტს და ალბათ მოუთმელად ელოდებით იმ დროს, როდესაც გაემგზავრებით, მანამდე ქალბატონი მაგდა მინდა გკითხოთ, კონკურსზე მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და სწორედ დღეს არის ბოლო დღე, როდესაც შეუძლიათ დაინტერესებულ ახალგაზრდებს წარმოადგინონ საკუთარი იდეა. საინტერესო რა უნარებს აფასებს ჟიური ყველაზე მეტად და განსაკუთრებულად? დიახ, დღეს გახლავთ ბოლოვა და როდესაც შეუძლიათ ახალგაზრდებს წარმოადგინონ პირველ ეტაპზე ანკეტა, კიდევ გაქვთ დრო, თუ გაქვთ გუნდი, იცით რომ გაქვთ საინტერესო იდეა, ჩვენი ფონდის ვებგვერდზე ნახავთ ანკეტას, რომელსაც შეავსებთ და უკვე ჟიური შეაფასებს ანკეტების დონეზე კონცეფციას, პროექტის იდეას და შემდეგ ეტაპზე უკვე ნახევარფინალში გადასულ გუნდებს ჩვენ ვაძლევთ მცირე გრანტს, რომლის ფარგლებში ისინი შეძლებენ უკვე პროტოტიპის შემუშავებას და ფინალზე გამოაქვთ ახალგაზრდებს პროტოტიპი, ხდება ეგრეთ წოდებული ფიჩინგი, ანუ წარდგენა პროტოტიპის ჟიურის წინაშე. პირველი მთავარი კრიტერიუმი არის სიახლე, ინოვაციურობა პროექტის, გუნდი, კარგად განაწილებული როლებით და რა თქმა უნდა ის რომ ეს იყოს გამოყენებითი და საინტერესო მიდგომა, რასაც გვთავაზობენ ახალგაზრდები და იყოს დანერგვადი. ანუ ისეთი იდეა არ უნდა წარმოადგინოთ, ვთქვათ, რომელიც კოსმოსში გაფრენას მოითხოვს დღესვე, თუმცა ასეთი იდეებიც ბევრია და მას გამოყენება შეიძლება კონდეს დედამიწაზეც. შესაბამისად, კიდევ გაქვთ შანსი ახალგაზრდებო, თუ ესეთი იდეა გაქვთ. ჟიური გახლავთ შემდგარი სხვადასხვა ექსპერტებისგან, ძირითადად STEM მიმართულების, ინოვაციების და წელსაც იმედი გვაქვს, რომ ბევრი საინტერესო პროექტი იქნება წარდგენილი მოსწავლეებისგან. როგორც აღინიშნა, გუნდები შეიძლება იყოს სხვადასხვა სკოლიდან, სხვადასხვა ქალაქიდან, მთავარია საქართველოს მოქალაქე იყოს ახალგაზრდა, სხვა შეზღუდვები არ აქვს ამ კონკურსს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მხოლოდ დედაქალაქში ხდება ცენტრალიზებულად ეს პროცესი, არამედ დეცენტრალიზებულია და მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქვეყნის მასშტაბით და ნახევარზე მეტი ახალგაზრდების რეგიონიდან არიან. გენდერული ბალანსიც არის წარმოდგენილი, გოგონები არიან ნახევარზე მეტი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ STEM-ში ქალების ჩართულობა დაბალია და ამ კონკურსით ასევე ხელს უწყობთ ქალების ჩართულობას საბუნებისმეტყველო საინჟინრო დარგებში და მინდა აღვნიშნო მხარდამჭერები, რომლებიც ყოველ წელს აწესებენ თავიანთ პრიზებს, ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, თანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო არის ჩვენი მხარდამჭერი 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე და ყავს სხვა სპონსორები და მხარდაჭერები, რომლებსაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ამ ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის. რა თქმა უნდა, სასურველია რომ მათი რიცხვი და რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდეს. მინდა გითხოთ, რა ტენდენციებს ხედავთ ახალგაზრდები ძირითადად რომელ სფეროებში ქმნიან და წარმოადგენენ ინოვაციურ იდეებს? ძალიან ხშირად გვაქვს პროექტები ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე გვაქვს ხოლმე პროექტები თუ ქვეყანაში იმ წელს რაიმე პრობლემა იყო, მაგალითად იყო შემთხვევები, როდესაც ჰქონდა სხვადასხვა ღვარცოფები, კატაკლიზმები, ამ თემაზე იწყებენ ახალგაზრდები მუშაობა, ძალიან აქტუალურ პროექტებს წარმოადგენენ ქვეყნისთვის საჭირო თემებს და როგორც ნახეთ, ძალიან კარგი მიდგომა აქვთ მონაწილეებს, აი აქ გეიმინგის ნაწილი, როდესაც არის ჩადებული, კარგად ესმით, ემპათიური ახალი თაობა და კარგად ესმით, რომ მხოლოდ აღჭურვილობას და დივაის და ტექნოლოგიას არ აქვს იმხელა დატვირთვა, აუცილებლად ადამიანის კომპონენტი უნდა იყოს გათვალისწინებული. ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, შემოვიდა ბოლო პერიოდში და ბევრი პროექტი არის წარმოდგენილი, სადაც ჩაშლილია ხელოვნური ინტელექტი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი და წელს ასევე უკვე მრავალი პროექტია შემოსული კლიმატის, ვთქვათ, დედამიწის და ვთქვათ, გარემოს დაცვის დარგში. ანუ არა მხოლოდ ადგილობრივად არსებული გამოწვევები, არამედ გლობალურ პრობლემებსაც პასუხობენ ახალგაზრდები, ქართველი ახალგაზრდები საკუთარი იდეებით. და სტენფორდის უნივერსიტეტი, როგორც უკვე ვახსენეთ, ძალიან დიდი მოლოდინი გაქვს ალბათ, რას ელით და რა ტიპის ცოდნით და უნარებით შემოსილებით, დაბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში რა მოლოდინი გაქვთ?
ეს ძალიან კარგი გამოცდილება იქნება ჩვენი გუნდისთვის და ისიც აღსანიშნავია, რომ სტენფორდის ბანაკში ჩვენ შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ჩვენი სასურველი კურსი ჩვენ თვითონ აგვერჩია, რაც თავისუფლებას გვაძლევდა, რომ ჩვენი, ასე რომ ვთქვათ, ინტერესები უფრო მოგვერგო და ის მიმართულება გაგვიარა, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ამაში ძალიან კარგად შეგვიწყეს ხელი, მოკლედ ეს იქნებოდა რობოტიკა, ქონდა არჩევანი პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტის, ვებ თუ გრაფიკული დიზაინის. ველოდებით რომ გავიცნობთ უამრავ ახალგაზრდას, ნიჭიერს და ჩამოვიტანთ იმ ცოდნას, რომელიც დაგვეხმარება რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ჩვენი პროდუქტი, განვავითაროთ ის და გადავიტანოთ უფრო სხვა დონეზე, სხვა პერსპექტივითაც რომ შევხედოთ მას. გამარჯვების პროცესიც მინდა რომ თქვა, მე წლების განმავლობაში ვადევნებ მილენიუმის ინოვაციის კონკურსს თვალს და ყოველ წელს ვხედავ რომ უფრო და უფრო ინოვაციური და ნიჭიერი ახალგაზრდები იკვეთებიან აქ და ის მომენტი, როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნებოდა სტენფორდ უნივერსიტეტში წავსულიყავი და ბანაკში მიგვეღო მონაწილეობა, ძალიან შთამბეჭდავი იყო, იმიტომ რომ იაზრებ იმ ფაქტს, რომ შენ ამ ნიჭიერი ახალგაზრდების სიაში მოხვდი, ასე რომ ვთქვათ და გააქვს რაღაც პასუხისმგებლობა, რომ შენი ქვეყანა, ასე რომ ვთქვათ, წარადგინო და ასახელო ის. და განსაკუთრებული мотиваციაც ალბათ ამ ყველაფერთან ერთად. საბა, ელოდით თუ არა გამარჯვებას, როდესაც მუშაობდით პროექტზე, იდეაზე და მინდა გკითხოთ ზოგადად ჩვენს ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებზე, ნიჭიერმა ახალგაზრდებმა რომ წარმოაჩინონ საკუთარი თავი, რამდენად არის? დიახ, უშუალოდ პროცესი მუშაობის მართლაც რთული იყო და ყველა თითოეული იდეა ნახევარფინალიდან დაწყებული, ფინალით დამთავრებული, ძალიან კარგი და კომპეტენტური იყო. მქონდა გამარჯვების იმედებიც, თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვიყავით ბოლომდე დარწმუნებული, იმიტომ რომ კონკურენტები მართლაც შესანიშნავი ყავდნენ, თითოეული იდეა, რომელიც წარმოდგენილი იყო, არა მარტო ტექნოლოგიურად, არამედ ინოვაციურად და ასევე მათ შორის სხვადასხვა, როგორც ბიზნესი, მართვა, ძალიან ბევრი მხრივ განვითარებული იყვნენ და დღესდღეობით საქართველოში მართლაც ყოველწლიურად ვითარდება ის თითოეული შესაძლებლობა, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ. ჩვენ მაგალითად ძალიან კარგ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მსგავსი პროდუქტი შეგვექმნა. ყოველწლიურად საბედნიეროდ ეს ვითარება უფრო ვითარდება და შესაბამისად კიდევ უფრო განვითარდება და მეტი შესაძლებლობა იქნება ხელმისაწვდომი. საინტერესოა მოვისმინოთ თეკლასგანაც როგორ ხედავთ თქვენი პროექტის მომავალს და ასევე თქვენი გუნდის ფარგლებში თუ განიხილავთ კიდევ ახალ იდეებს, რომელმაც შეიძლება დღის სინათლე იხილოს. სხვათა შორის ძალიან ხშირი სასაუბრო თემა არის ჩვენი არმო და რას ვაპირებთ მასთან დაკავშირებით მომავალში. პირველ რიგში იმ ხელს გამოვიაროთ უკვე ამ პროექტის შესაქმნელად, რომ და იმდენად ბევრ ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ეს პროექტი, რომ გაჩერება უკვე შეუძლებელი არის. და რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ სხვადასხვა დაუშვათ ფეხისთვისაც შევქმნათ არმო და სხვა კიდურებისთვის. აგრეთვე გვინდა რომ DIY კითიც დავუმატოთ საერთოდ და ისეთ ადგილებისთვის უფრო მისაწვდომი იყოს, დაუშვათ, რაც უფრო დისტანციურად არის და ვერ მოხერხდება მათი ჩამოსვლა და პირდაპირ ადგილზევე შეძენა. რა თქმა უნდა, რეალურად გადავწყვეტეთ, რომ ძალიან მარტივად შეგვექმნა არმოს ასაწყობი ლეგო ვერსია ყოფილიყო დაუშვათ ესეთი და მიგვეწოდებინა ამ ადამიანებისთვის. ამავდროულად გვინდა რომ განვითარდეს და რა თქმა უნდა საიტიც შევქმნათ და გავავრცელოთ ინფორმაცია არმოზე. ამიტომაც არ გავჩერდებით. აგრეთვე სხვა იდეებიც გვაქვს რა თქმა უნდა, ჰაკათონებშიც ხშირად მონაწილეობთ ხოლმე სხვა პროექტებში ვერთვებით და გვინდა რომ რაც შეიძლება მეტად შევიტანოთ ჩვენს ქვეყანაში კონტრიბუცია. გისურვებთ წარმატებას, რა თქმა უნდა და ალბათ წარმატება იქნება მუდმივად მეგზური თქვენი, რადგან ხართ ასეთი მოტივირებული ახალგაზრდები. ქალბატონი მაგდა, რამდენად მზარდია და დიდია STEM მიმართულებაში ინტერესი ქართველი ახალგაზრდების, რამდენად მზარდია ეს და გარდა აღნიშნული კონკურსის არაზეც საუბრობთ 1000 წლეულის ფონდის მიერ ხელშეწყობის მექანიზმებზე მინდა გკითხოთ დამატებით, რასაც თქვენ ახორციელებთ. 1000 წლეულის ფონდი საქართველოში 2013 წლიდან მუშაობს და მისი მიზანი გახლავთ ხელი შეუწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას ადამიანური კაპიტალის განვითარებას. ანუ ეს გულისხმობს, რომ საქართველოში გვაქვს ჯერჯერობით კიდევ დეფიციტი სპეციალისტების, განსაკუთრებით საინჟინრო საბუნებისმეტყველო STEM დარგებში და ჩვენი ფონდის მიზანია სწორედ რომ ამ დარგებში მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ და ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის ვახორციელებდით მასწავლებლების
მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას, საბუნებისმეტყველო საინჟინრო დარგებში, რომ მოვამზადოთ სპეციალისტი, გვჭირდება კარგი ხარისხის მასწავლებელი, მასწავლებლების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლების რეაბილიტაცია გვაქვს გაკეთებული, მრავალი სკოლა საქართველოს რეგიონებში სრულად აღვადგინეთ და რეაბილიტაცია ჩაუტარეთ. 65-ზე მეტი პროფესიული საგამართლებლო პროგრამის აღდგენა, განახლება და განვითარება განვახორციელეთ. საკმაოდ დიდი ინვესტიციაა ჩადებული ინფრასტრუქტურაში, ტექნოლოგიები, ლაბორატორიები და სხვადასხვა აღჭურვილობა იქნა შესყიდული და გადაცემული საქართველოს საგამართლებლო დაწესებულებებისთვის და შემოვიყვანეთ საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც უკვე დამოუკიდებლად აგრძელებს ქვეყანაში მოღვაწეობას. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი დავიწყეთ სწორედ იმიტომ, რომ 2013-14 წლებში STEM-ი არ იყო ისეთი ცნობილი და მნიშვნელოვანი დარგი ქვეყნისთვის, თუმცა შრომის ბაზრის კვლევა გვაჩვენებდა, რომ ბიზნესს განსაკუთრებით ამ დარგებში ესაჭიროებოდა სპეციალისტები და მაშინ ვიფიქრეთ, რომ დავაფუძნებდით კონკურსს, რომელიც სკოლის ასაკიდანვე პოპულარიზებას გაუწევდა ამ დარგებს. კონკურსი იმდენად მნიშვნელოვანი და წარმატებული გახდა, რომ გადავწყვიტეთ, გავაგრძელოთ ამ კონკურსის ხელშეწყობა და განვითარება და დღესაც ვთავაზობთ მსგავს შესაძლებლობას ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენს ბავშვებს, რომ ვთქვათ, მათი მომავალი დაინახონ საბუნებისმეტყველო საინჟინრო STEM დარგებში, ინოვაციებში და ხელი შეუწყონ საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ბიზნესი ალბათ გიყურებთ. ყველას მოუწოდებთ, ვინც კერძო სექტორში მუშაობს, რომ გაეცნონ ამ პროექტებს, რომლებსაც ახალგაზრდები ქმნიან, დაინტერესდნენ და იქნებ ითანამშრომლონ არაჩვეულებრივ ახალ თაობასთან. ნამდვილად გიერთდებით ამ მოწოდებაში. ბავშვებისთვის საერთაშორისო დღეა. დღეს თქვენი მხრიდან, წარმატებული ახალგაზრდების მხრიდან საინტერესო იქნება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სრულიად ტექნოლოგიები, ინჟინერია, ინოვაციები საკმაოდ რთული სფეროა და მათთვის მიუწვდომელი, ურჩიოთ რამდენად საინტერესოა ეს ყველაფერი და რამდენად კეთილი საქმეების კეთება შეიძლება ამ მიმართულებით. ეს სფერო, რა თქმა უნდა, მეტად საინტერესოა, რადგან ის დღითი დღე უფრო მოთხოვნადია და უფრო მეტად ვითარდება. ასევე საქართველოში ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, რომ ამ სფეროში, ასე რომ ვთქვათ, დაიწყო და ნახო თუ რას მოიცავს. ჩვენ უკვე როგორც აღნიშნეთ, ერთმანეთი ტექნოლოგიურ ბანაკში გავიცანით, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი იყო და უკვე ჩანს, რომ ბავშვებს ეს სფერო მართლაც აინტერესებთ. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ თუ მათ რაიმე აინტერესებთ, მას მის მიღწევას, მათი მიზნების, ასე რომ ვთქვათ, მიღწევას ყველანაირად შეძლებენ, უბრალოდ საჭიროა მონდომება და იმ მიზნისკენ სწრაფვა და მართლა მუშაობა, რაც შენ გინდა და გსურს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებს ასევე ხელი შეუწყოთ და ეს საქართველოში ამ ეტაპზე მეტად განვითარებულია. კი ბატონო, წარმატებული მაგალითები კი ალბათ არის ბიძგი ახალგაზრდებისთვის, რომ მათაც სცადონ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებას და თქვენი წარმატების და ახალ-ახალი იდეების კვლავ და კვლავ ჩვენთან სიამოვნებით გელოდებით. კვლავ გალბატონო მაგდა, თქვენ კი ძალიან დიდი მადლობა იმ საქმისთვის, რასაც ემსახურებით. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, რომ ათასწლეულის ინოვაციების კონკურსზე მიღება დღეს სრულდება და ეს შანსი შეუძლიათ მათ კიდევ ერთხელ გამოიყენონ. დაგემშვიდობებით მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ანა ბარაშვილი, თეკლა თუთბერიძე და საბა ჯობავა გუნდი არმოს წევრები იყვნენ ჩვენი სტუმრები.